ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ ირანის გავლენა საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელების დასახლებულ რეგიონში გარკვეული პერიოდია არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ, ვიცოდი რომ ისინი მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას არის ის, რომ ასევე იყო ირანისგან აქტიური ჩართულობა ქართული ოცნების კამპანიის დასახმარებლად. ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხოვდნენ ქართული ოცნების კამპანიის გზავნილებს. მართალია კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები. ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც ქართული ოცნება და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი ქართული ოცნებისთვის დაეჭირათ. აი ვინც პირდაპირ იყო იქ, იყო აზერბაიჯანი, აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები, ისევე როგორც მედია ფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით სცენებზე იდგნენ ქართული ოცნების კანდიდატების გვერდ-გვერდ. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ ქართული ოცნება მხარდაჭერას იღებდა სხვა მოთამაშეებისგანაც. ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ ირანის გავლენა საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელების დასახლებულ რეგიონში გარკვეული პერიოდია არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ. ვიცოდი რომ ისინი მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას არის ის, რომ ასევე იყო ირანისგან აქტიური ჩართულობა ქართული ოცნების კამპანიის დასახმარებლად. ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხოვდნენ ქართული ოცნების კამპანიის გზავნილებს. მართალია კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები. ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც ქართული ოცნება.
ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი ქართული ოცნებისთვის დაეჭირათ. აი ვინც პირდაპირ იყო იქ, იყო აზერბაიჯანი, აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები. ისევე როგორც მედია ფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით სცენებზე იდგნენ ქართული ოცნების კანდიდატების გვერდიგვერდ. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ ქართული ოცნება მხარდაჭერას იღებდა სხვა მოთამაშეებისგანაც.